შეიძლება მალე უვიზო მიმოსვლა გაგვეუქმონ. ქართული ოცნება ცდილობს პასუხისმგებლობა ჩაიხსნას და დააბრალოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება ევროკავშირს ან ქართულ ოპოზიციას. სიამდვილეში ერთადერთი პასუხისმგებელი უვიზო მიმოსვლის დაკარგვაზე არის ხელისუფლება. უვიზო მიმოსვლა არც საჩუქარი არ არის და არც ფუფუნება. ეს ჩვენ დავიმსახურეთ ქართულმა ხალხმა და პოლიტიკური და სოციალური სიტუაციის გამო. მაგრამ ევროკავშირი ვალდებული არ არის საკუთარ ქვეყნებში უვიზოდ შეგიშვას, თუ ის არ გენდობა. ვიზა ლიბერალიზაცია არის მხოლოდ და მხოლოდ ნდობაზე დამყარებული. თქვენ სახლში იმას უშვებთ, ვისაც ენდობით. თუ ვინმემ დაკარგა თქვენი ნდობა, არ მგონია, რომ თქვენ სახლში შემოუშვათ უპრობლემოდ. ევროკავშირი ყოველწლიურად ატარებს იმ პრინციპების მონიტორინგს, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, ეს არის დემოკრატია, კორუფციის არარსებობა ქვეყანაში, დამოუკიდებელი სასამართლო, ადამიანების უფლებები რამდენად არის დაცული ქვეყანაში და ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას დაუშვან თუ არა ვიზა ლიბერალიზაცია მათთვის. სხვათა შორის, იმის მიუხედავად, რომ ბულგარეთი ევროკავშირის წევრია, 2025 წლამდე მათ შენგენის ვიზა არ ჰქონდათ. იმიტომ რომ ევროკავშირი მათ თხოვდა დამატებითი რეფორმების შესრულებას და სულ ახლახანს 2025 წელს გაუხსნეს შენგენის ვიზა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ევროკავშირს საკუთარი მოთხოვნები აქვს და ამ მოთხოვნების მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას.